თუ გნებავთ ისე თქვით, რომ საპატრიარქოდან ანალოგიურ კითხვას დავსვა, რომ აქვს თუ არა უფლება მოძღვას, რომ იდგეს მეტროში და შესაწირი აკროვოს. საპატრიარქოს პოზიცია როგორ ხარ ამ თემასთან? სხვა დროსაც განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ საპატრიარქოს პოზიციას. ეს ეხება მოქმედ და არამოქმედ თვითმარქვია ეგრეთ წოდებულ გველსახურებსაც, რომ არ არის ლოცვა კურთხევა, სასულიერო პირი იდგეს მეტროს სადგურების ფოიეში ან სხვა ხალხმრავალ დაწესებულებებთან და ითხოვდეს იქ დახმარებას. მისმა უწმინდესობამ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხალხი არის შეჭირვებული, ძალიან დიდი მატერიალური პრობლემების წინაშე დგას ხალხი და სასულიერო პირების გამოჩენა და იქ მოთხოვნა ამა თუ იმ საჭიროებისათვის თანხის შეგროვებაზე არ ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს ლოცვა კურთხევით. ეს ქმედება არის ინდივიდუალური და ის ატარებს სპონტანურ ხასიათს, რასაც მოქმედი თუ არამოქმედი სასულიერო პირები ეწევიან. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ერთი მოქმედი სასულიერო პირია, დანარჩენები ან აკრძალვაში იმყოფებიან, ან როგორც მე მეუბნებიან, ზოგიერთი არც არის სასულიერო პირი და ის თვითმარქვიობს და ცდილობს ხალხის შეცდომაში შეყვანას. ამიტომ ჩვენი ინფორმაცია განავრცეთ, მიეწოდეთ სხვებსაც, რომ ხალხი არ დაბრკოლდეს და მათ არ შეექმნათ არაჯანსაღი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ მოწყალება გაიღონ და დაეხმარონ ეკლესიების მშენებლობაში სასულიერო პირებს, მათ აქვთ უფლება მივიდნენ ტაძარში და მოქმედ კანონიერად დადგენილ გველსახურთან იქონიონ ურთიერთობა. ეს არის და ეს რა განმარტებაც მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით გამეკეთებინა.